ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან ყოველ საქმეს მაესტროზე. საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. მესამე დღეა საერთაშორისო კოალიციამ გაეროს რეზოლუციის შესაბამისად ლიბიაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო. საჰაერო იერიშები ინტენსიური ხასიათისაა. კოალიციას ეკრძალება სახმელეთო ოპერაციის ჩატარება. მუამარ კადაფი კი თავის მხრივ მოსახლეობას ქვეყნის აგრესორებისგან განთავისუფლებას, კოალიციურ ძალებს კი გრძელვადიან ომს პირდება. ლიბია ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის და ამის გამო დასავლეთი დაეცემა, როგორც ჰიტლერი და მუსოლინი დაეცნენ. ომს ვაგრძელებთ და მტერს დავამარცხებთ, აცხადებს კადაფი. რა გაგრძელება ექნება სამხედრო ოპერაციას ლიბიაში, რომელიც პუტინმა დღეს ჯვაროსნულ ომს შეადარა და ჰქონდა თუ არა დასავლეთს სხვა გამოსავალი. ამის გარკვევას თენგიზ ფხალაძესთან ერთად შევეცდებით. აქვე გეტყვით, რომ დღეიდან კვირაში სამჯერ პირდაპირ საუბარი ნახევარსაათიანი ფორმატით გავა ეთერში. სამშაბათს და ხუთშაბათს კი შევხვდებით უკვე ჩვეულ ფორმატში. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, თენგიზ ფხალაძეა ჩვენი სტუმარი, ბატონო თენგიზ მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის შემდეგ, რომელმაც გაუხსნა გზა სამხედრო მოქმედებებს დიქტატორ კადაფის წინააღმდეგ, დაახლოებით 20 საათის განმავლობაში ბარაკ ობამად უნდა. პირველმა განცხადებები სამხედრო ჩარების შესახებ გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ. თქვენი აზრით, რატომ დაუთმო ამერიკამ ამ შემთხვევაში პირველობა ევროპას? რატომ გაანაწილებინა, ასე ვთქვათ, პასუხისგებლობას? სხვათა შორის, ბოლო საათებამდე ეჭქვეშ იყო ნატოს ჩარევაც ამ კონფლიქტში. საუბარი იყო იმაზე, რომ ნატოს ჩარევის შემთხვევაში უხერხულობა ექმნებოდათ იმ არაბულ სახელმწიფოებს, რომლებიც არიან კოალიციის წევრები. თუმცა ეხლა ხანს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატო ალბათ 3 დღის შემდეგ უკვე ჩაერთვება ამ სამხედრო ოპერაციაში. რატომ პრიორიტეტი ევროპას? ასეთია ჩემი შეკითხვა. უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო კოლექტიური და მიიღო არა კონკრეტულად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ან რომელიმე ცალკე აღებულმა სახელმწიფომ, არამედ გაეროს უშიშროების საბჭომ და შესაბამისად შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად ჩაერთო აღნიშნული კრიზისის გადაწყვეტაში. რატომ მაინც და მაინც ევროპა? არსებობს მაგალითად რიგი მიზეზებისა, მაგალითისათვის ავღანეთი, არსებობს იგივე ერაყი, ანუ ის ფაქტორი, რომ ასე ვთქვათ, როგორც ექსპერტების ნაწილი იძახის, ამერიკა დაკავებულია გარე პრობლემებით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ის, რომ სწორედ პასუხისგებლობის განაწილება უნდა იყოს უფრო ფართო, როდესაც მიღებულია გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება. და ამ დროს უფრო აქტიურად უნდა გამოჩნდეს ევროპა და როდესაც ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ დასავლეთზე, როდესაც ვსაუბრობთ იმ წამყვან სახელმწიფოებზე, რომლებიც იცავენ დემოკრატიულ ღირებულებებს, იცავენ მშვიდობიან მოსახლეობას და იცავენ დაუშვათ იგივე გაეროს პრინციპებს, ასეთ შემთხვევაში პასუხისგებლობა მხოლოდ ერთ სახელმწიფოზე და კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებზე არ უნდა გადადიოდეს. აქედან გამომდინარე, თუმცა აქამდე ასე ხდებოდა ხოლმე. აქამდე ასე ხდებოდა, რაც საფუძველს აძლევდა ზედმეტ მithkma მოთქმას, ისევე როგორც რუსეთის მხრიდან ამა თუ ქმედების ორმაგ ინტერპრეტაციას. თუმცა არც ახლა შეუშალა არც რუსეთს და არც სხვადასხვა დასავლური პრესის წარმომადგენლებს მსგავს ინტერპრეტაციებში. ამაზე ჩვენ აუცილებლად სხვა არის პრესის მიერ ინტერპრეტაციის მიცემა, სხვა არის პოლიტიკოსების მიერ. ანუ ძალიან მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, ობამამ ეს გზა, ანუ კოლექტიური პასუხისგებლობის გზა არჩია, იმიტომ რომ გაქცეოდა ანალოგიას ბუშთან. არა მხოლოდ, არამედ იმიტომ, რომ ყოველთვის უფრო ეფექტურია საერთაშორისო ფორმატის ოპერაცია, როდესაც თითოეული მონაწილე გრძნობს თავის წილ პასუხისგებლობას. ანუ ის, რომ მე თქვენ მხარს რაღაცაში გიჭერთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვარ პასიურ პოზიციაში, ეს ჩემს პოზიციებს არ წარმოაჩენს იმდენად აქტიურად და შესაბამისად ნაკლები პასუხისგებლობა, ნაკლებ ეფექტურობას განაპირობებს. აქედან გამომდინარე, ეს იყო ყველაზე ეფექტური ფორმატი, რომ
ამაში ჩართულიყო არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ ძირითადი აქცენტი გადასულიყო სწორედ ლიბიის უფრო ახლო მეზობელ ქვეყნებზე, როგორც არის საფრანგეთი და ზოგადად ევროპის სახელმწიფოები. დღეს გერმანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავად ობამას ადმინისტრაციაში არ იყო ერთგვაროვანი პოზიცია. სამხედრო ოპერაციას დაწყებასთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორც გაირკვა, სამხედრო ჩარევას მხარს უჭერდნენ ბაიდენი და ჰილარი კლინტონი, წინააღმდეგი იყო თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი. თქვენი აზრით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი? უპირველეს ყოვლისა უნდა მივიღოთ მხედველობაში ის, რომ მით უმეტეს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყვეტილება არ მიიღება ერთპიროვნულად და ყოველთვის მოქმედებს გუნდის პრინციპი. გუნდური პრინციპი არ ნიშნავს იმას, რომ გუნდის ყველა წევრი ერთი და იგივე სიძახის. იდება ყველა არგუმენტები, როგორც იმ ხარის, რომელიც მომხრია ასეთი ოპერაციის, ასევე მოწინააღმდეგეების, ხო? ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო მრავალი ფაქტორებისაგან, მათ შორის იმით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და კონკრეტულად თავდაცვის მდივნის პოზიცია შეიძლება აიხსნას იმითი, რომ მათ უამრავი, ასე ვთქვათ, თავის ტკივილი აქვთ იმასთან დაკავშირებით, რაც არის ის საერთაშორისო ოპერაციები, რაც ისედაც ჩაბმულია ამერიკის შეერთებული შტატები. ბუნებრივია გასათვალისწინებელია ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობა და ის პროცესები, რაც მსოფლიოს ეკონომიკაში მიდის, იმიტომ რომ ნებისმიერი ასეთი ოპერაცია დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ბუნებრივია მას თავდაცვის მინისტრიც აღასრულებს და სხვა მაღალჩინოსნებიც. ანუ ფიქრობთ, რომ იგივე გეიტსის არგუმენტი უფრო მეტად ემყარებოდა მაგალითად იმას, რომ რესურსი შეიძლება არ იყოს ამერიკას, ვიდრე პოლიტიკურ მოტივებს? არა მხოლოდ რესურსი, უბრალოდ ამ შემთხვევაში თავდაცვა დებს, თავდაცვის უწყება დებს თავის კონკრეტულ გათვლებს, ის საუბრობს იმ საფრთხეებზე და მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია, ასე ვთქვათ, ომსა თუ მშვიდობაზე, როგორც წესი დასავლურ სახელმწიფოებში, სწორედ ამ უწყების რიტორიკა არის ყველაზე მშვიდობიანი და ყოველთვის ის ხალხი, ვისაც გააზრებული აქვს თუ რა შეიძლება მოყვეს იარაღის გამოყენებას, ის ხალხი ყოველთვის უფრო ფრთხილია ხოლმე დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთ გადაწყვეტილებებთან. გერმანული პრესა წერს ასევე, რომ ლიბიაში სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერის შემდეგ ობამა, რომელსაც აქამდე ჰქონდა პაციფისტის და აგრესიის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსის იმიჯი, პრაქტიკულად იმეორებს ბუშის გზას. ანუ ამ შეფასებებს ობამა მაინც ვერ აცდა. რამდენად ეთანხმებით ამ შეფასებასთან? სხვათა შორის 20 მარტს შესრულდა 8 წელი მას შემდეგ, რაც ერახში დაიწყო სამხედრო ოპერაცია. ანუ ასეთი დამთხოვაც არის. ბუნებრივია, რომ ასეთ პოზიციას აქვს არსებობის უფლება, ისე როგორც ნებისმიერ განსხვავებულ პოზიციას, მით უმეტეს დემოკრატიულ სახელმწიფოში და დემოკრატიულ მედია გარემოში. მაგრამ იმეორებს თუ არა ობამა ბუშის გზას? მე ვერ ვიტყოდი, რომ იმეორებს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სწორედ პირველი შეკითხვა თქვენი მდგომარეობდა იმაში, რომ რატომ დაუშვა და ელოდა ამ გადაწყვეტილებას. ნაკლებად რადიკალია ამ შემთხვევაში ობამა. თუმცა ის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო, აბსოლუტურად ლოგიკურია და აბსოლუტურად ჯდება იმ ძირითად ღირებულებებსა და ფასეულობებში, რომლის დასაცავათაც იბრძვის შეერთებული შტატები და ზოგადად დასავლეთი. ანუ, როდესაც არსებობს, მე ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და დემოკრატების ადმინისტრაცია ამ შემთხვევაში საკმაოდ ნათელი გზავნილი გაუგზავნა იმ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ზოგადად მოიხსენიებდა ობამას პაციფისტად, არა მისი მშვიდობის მოსურნეობასთან დაკავშირებით, არამედ იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც კონკრეტული საკითხი და კონკრეტულ ვითარებაში საჭიროა უფრო აქტიური ქმედებები, იმის გამო, რომ ეს უფრო ლიბერალურია და უფრო ლოიალურია რაღაც გადაწყვეტილებების მიმართ, ეს არ შეაჩერებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და არ უნდა შეაჩეროს ზოგადად დასავლეთი, რომ დაიცვას ის ღირებულებები, რაზედაც ზოგადად დგას ეს სამყარო. ჩვენი მიზანი მკაფიოდ ფოკუსირებულია, ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენი კოალიცია ძლიერი. ეს არის პრეზიდენტ ობამას განცხადება, რომელსაც ძალიან ამსგავსებენ ბუშის განცხადებებს ერახთან მიმართებაში. თქვენ თუ ხედავთ ასეთ მსგავსებას? უნდა შევხედოთ. ანუ დამოკიდებულებაზეა ამ შემთხვევაში საუბარი. ამ შემთხვევაში ეს არ არის მხოლოდ რიტორიკა. დიახ. ამ შემთხვევაში ამას მხარს უმაგრებს და სერიოზულ საფუძველს უქმნის იურიდიული ბაზა. თუ ჩვენ საუბარი გვაქვს ერაყის კამპანიაზე, რომელიც 8 წლის უკან დაიწყო, ასეთ შემთხვევაში სულ სხვა რეალობა ქონდა. თუ საუბარი გვაქვს ერაყზე, რომელიც მოხდა მანამდე, მამა ბუშის დროს, ამ შემთხვევაში არის რეალურად მსგავსება, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი იყო. ბოლო კამპანიაში მოგახსენებათ, რომ ასრთა სხვადასხვაობა იყო მათ შორის ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის, მათ შორის აი დასავლეთის დიდი ბლოკის წევრ სახელმწიფოებს შორის, მაგრამ დღევანდელ დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარება გვაქვს. ეს სიტყვები არ არის მხოლოდ რიტორიკა, მას აქვს რეალური საფუძველი, რაც გახლავთ გაიაროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია.
როგორ ფიქრობთ, არსებობდა სხვა გამოსავალი გარდა სამხედრო ჩარევის? მე ვფიქრობ, რომ არა. ანუ სხვა ალტერნატივა არ იყო? მე ვფიქრობ, რომ რეალურად კადაფმა არ დატოვა ამის მე მინდა უბრალოდ ჩვენს მაყურებელს შევახსენო, რომ ეს აქცია არ დაწყებულა დაუყოვნებლივ რეზოლუციის მიღებიდან რამდენიმე საათში. ამას დასჭირდა კიდევ მსჯელობა, დასჭირდა კიდევ სამიტის ჩატარება საფრანგეთში, ხო? ანუ კადაფის რეალურად ჰქონდა იმის საშუალება, რომ შეესრულებინა რეზოლუციის მოთხოვნები და ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ეს გზა არ ყოფილიყო დასავლეთის მიერ არჩეული. მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ ხედავთ თუ როგორ იჟლიტება მოსახლეობა, როგორ გამოიყენება. მაგრამ მოსახლეობა იჟლიტება ეხლაც. არა, ერთი წუთით. მოსახლეობა იჟლიტება ეხლაც, ცოტა გადაჭარბებული გამოთქმაა, იმიტომ რომ მსხვერპლი არის მშვიდობიან მოსახლეობაში, მაგრამ ეს არ არის მოსახლეობის მიმართ წინააღმდეგ მიმართული კამპანია. სამიზნე ამ შემთხვევაში არ არის. ბუნებრივია, ამ დროს ბუნებრივია, რომ შეიძლება არსებობდეს მსხვერპლი, მაგრამ რომ შევადაროთ ეს იმ კამპანიას, როდესაც შეიარაღებული ძალები, რეგულარული არმია და პლუს ამას უცხო ქვეყნიდან რაც შემოიყვანა რეალურად კადაფიმ, ეს არის მიმართული სამხედრო ოპერაცია საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში ბუნებრივია მსხვერპლი განუზომლად დიდია და სწორედ ამის შეჩერებისკენ არის ეს ყველაფერი მიმართული. თქვენი აზრით, რამდენად დროული იყო კოალიციის სამხედრო ჩარევა? ხომ არ იყო დაგვიანებული, ამ პირიქით ხომ არ იყო ნაჩქარევი? თუ შევხედავთ თუ ამოვალთ იქიდან, რომ რამდენად ეფექტური იქნებოდა რომ ჩარეულიყო ადრე, ბუნებრივია ეფექტი უფრო მეტი იქნებოდა და მსხვერპლის ნაკლები იქნებოდა და აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ რომ დაგვიანებულია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის რომ ეს არ არის ერთი პიროვნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, უფრო მეტიც ეს არ არის ერთი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. რეკორდულად მოკლე დროში ფაქტიურად შეთანხმდა გაეროს უშიშროების საბჭოში განსხვავებული და სრულიად რადიკალური პოზიციები და მათ შორის ის ფაქტორი რომ რუსეთი არ წავიდა წინააღმდეგი და ამითი თავისი დუმილით გამოხატა თავისი თანხმობა, იმიტომ რომ რუსეთს რომ გაეწია წინააღმდეგობა ამ შემთხვევაში დაადებდა ვეტოს და ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. ამიტომ აი ამ მოცემულობაში ასეთ პერიოდში ამის შეთანხმება ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და სწორედ აი ამას დაჭირდა გარკვეული დრო, თორე ისე ბუნებრივია ადრე რომ მომხდარიყო უკეთესი იქნებოდა. ბატონ თენგიზ, როგორ ფიქრობ, რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს ამ სამხედრო მოქმედებებმა, რადგან კადაფი არ აპირებს დანებებას ერთი მხრივ, მეორე მხრივ კოალიციის სამხედრო ძალებს არ აქვთ იმის უფლება, რომ აწარმოონ სამხედრო ოპერაციები, თუმცა ამ შეკითხვაზე სახმელეთო ოპერაციები უკაცრავად, სახმელეთო სამხედრო ოპერაციები. ამ შეკითხვაზე თქვენ პასუხს მივიღებთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ გადაცემაში რეკლამის დრო. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, თენგიზ ფხალაძეა ჩვენი სტუმარი, ბატონ თენგიზ გავიმეორებ შეკითხვას. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს სამხედრო ოპერაცია, რადგან ერთი მხრივ კადაფი არ აპირებს დანებებას, მეორე მხრივ კოალიცია ხმელეთზე სამხედრო ოპერაციებს ვერ აწარმოებს. მათ არ აქვთ ამის მანდატი. მე ვიტყოდი, რომ ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე დიდი საფრთხე, რის წინაშეც დგას კოალიცია და რის წინაშეც დგას დასავლეთი. იმიტომ რომ რამდენადაც მართებული არ უნდა იყოს ის ოპერაცია, რომელიც დაიწყო, ის თუ არ იქნა საკმარისად ეფექტური და ეს ყველაფერი თუ გარდაიზარდა გრძელვადიან ომში, ეს იქნება კატასტროფა უპირველეს ყოვლისა ლიბიის მოსახლეობისათვის. რამდენად დიდია ეს საშიშროება, რომ გრძელვადიან ომში გადაიზარდოს? ჯერჯერობით რომ ვთქვათ, რომ ამის აშკარა ნიშნები დღეისათვის არ არის. თუმცა ისევ და ისევ ვიძახი, ეს ყველაფერი რამდენიმე დღემ და რამდენიმე მაქსიმუმ ერთმა კვირამ უნდა აჩვენოს. იმიტომ რომ თუ ეს ყველაფერი გაიწელა, ასეთ შემთხვევაში ეს გადავა და ძალიან მძიმედ დააწვება ადგილობრივ მოსახლეობას. რაც შეიძლება 64 კაცია უკვე მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი. საქმე არა მხოლოდ მსხვერპლში არის, არამედ ზოგადად იმ წარმოიდგინეთ, ხა ომის პერიოდში ფაქტიურად ქვეყანას ძალიან დიდი ეკონომიკური ზრდა დადგება, ხო? ასეთ დროს არაფერი რეალურად არ მუშაობს, რეალურად ილევა პროდუქტის მარაგი და შემდგომში დადგება იმის აუცილებლობა, რომ ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს და განხორციელდეს, რასაც სამხედრო ოპერაციის პარალელურად მე ძალიან ეჭვმეპარება, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს და იყოს მარალ ეფექტური, ხო? აქედან გამომდინარე, იმ ხალხის დაცვა ოპერაცია მოწოდებულია სწორედ იმისათვის, რომ ხალხი დაიცვას და ამიტომ ის უნდა დამთავრდეს რაც შეიძლება ჩქარა. მაგრამ რა არის ოპერაციის საბოლოო მიზანი? ანუ როდის შეიძლება ითქვას, რომ შედეგი დადგა და ოპერაცია დამთავრდა? ისევ და ისევ უნდა შეიპყრონ კადაფი, უნდა შეწყდეს ომი, ანუ
რას დავარქმევდით შედეგს? ისევ და ისევ უნდა გამოვიდეთ იქიდან თუ რა წერია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში. ანუ ისთვის დაიწყო ეს ყველაფერი? იმისათვის ობამას ძალიან სთხოვენ მის ოპოზიციაში მყოფი, ამ შემთხვევაში მის ოპოზიციაში მყოფი ადამიანები, რომ მან კარგად დააკონკრეტოს, რისი თქმა სურს ამ ოპერაციით. ამ შემთხვევაში საუბარია, ჯერჯერობით საუბარია იმაზე, რომ კადაფის და მის მომხრეებს და ამ შემთხვევაში რეგულარულ არმიას არ მიეცეს იმ ინფრასტრუქტურის გამოყენების საშუალება, მათ შორის საჰაერო სივრცის, რომლითაც ის მოახერხებს შეტევა მიიტანოს მშვიდობიან მოსახლეობაზე. რომ ამის საშუალება მოისმოს. საუბარი არ არის იმაზე, რომ მაინც და მაინც ამ ოპერაციის შედეგად კადაფი უნდა იქნას შეპყრობილი. საუბარი იყო მის ლიკვიდაციაზეც, თუმცა შემდეგ ბრიტანეთმა უარყო ეს მოსაზრება. ასეთი ამოცანა არ ყოფილა. თუმცა ამოცანა არ ყოფილა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ რაღაცას მოყვა რაღაც ფატალური შედეგი, ასეთ შემთხვევაში ეს დაირღვევა, ჩაითვლება რაღაცის დარღვევა და რაღაცის გადაჭარბება. ანუ აქ მთავარი არის, რომ ის სახელმწიფო პუნქტი, საიდანაც რეალურად იმართება სამხედრო ოპერაცია ქვეყნის შიგნით და ის ინფრასტრუქტურა, რაც გამოყენებულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, აი ეს აღიკვეთოს. და თუ კი დაუშვათ არსებობს რაღაც პოლიტიკური ოპონირება, ეს ყველაფერი წარიმართოს ნორმალური და თუ გაიწელა ოპერაცია რა შეიძლება მოხდეს? შეიძლება თუ არა მაგალითად არაბულმა სახელმწიფოებმა თავიანთი პოზიცია და დამოკიდებულება შეცვალონ. თუ გაიწელა ოპერაცია, ეს საკმაოდ დიდი რისკების მატარებელია. მატარებელია დიდი რისკების როგორც ლიბიისთვის, ასევე ზოგადად რეგიონისათვის, იმიტომ რომ ეს არის ფეთქებად საშიში რეგიონი, მით უმეტეს არაბული სამყარო. ეს არის ძალიან კარგი ნიადაგი ასეთი სცენარის ასეთი განვითარება შეიძლება შექმნას ძალიან კარგი ნიადაგი ტერორისტული ორგანიზაციებისათვის და გარდა ამისა, თუ გადავხედავთ სოფლიო ეკონომიკას, სერიოზულად აისახება ეს ყველაფერი სოფლიო ეკონომიკის დინამიკაზე, ხო? აი ასეთ შემთხვევაში, მით უმეტეს თუ პერსპექტივა ასეთი პესიმისტური შეიძლება იყოს ოპერაციის გაწევის შემთხვევაში, ხომ არ ჯობდა დაუშვათ ქონოდა ალიანს სახმელეთო სამხედრო ოპერაციების წარმოების საშუალებაც? მე ეჭვი მაქვს, რომ ამასთან დაკავშირებით არსებობდა საკმაოდ სერიოზული აზრთა სხვაობა და ალბათ ამ საკითხის პაკეტში გატანა გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომაზე, პაკეტში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან ამას შეეძლო გამოეწვია ზოგადად რეზოლუციის დაბლოკვა. მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამასთან დაკავშირებით არ იყო შეთანხმებული, მათ შორის არ იყო შეთანხმებული რუსეთის პოზიცია. რუსეთს აუცილებლად ექნებოდა ამასთან დაკავშირებით განსხვავებული. და ისეთ თქვენი აზრით რა დაჯდა რუსეთის დუმილი იმ რეზოლუციასთან დაკავშირებით? მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებული დაჯდა, იმიტომ რომ საუბარი იყო იმაზეც, რომ ეს დუმილი გაიცვალა რუსეთის ვეტოში გაწევრიანების პერსპექტივაში. ხო, ასეთი საუბრები და შეთქმულების თეორიები საერთოდ ყოველთვის მოდაშია ხოლმე, როდესაც ესეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეხლა ჩვენ თუ შევხედავთ იმას, თუ რა განცხადებებს აკეთებს რუს პოლიტიკოსთა ნაწილი, მაგალითად რა განცხადებას დღეს გააკეთა ვლადიმერ პუტინმა. ამაზე ვისაუბრებთ აუცილებლად. თუმცა ეს იყო მისი პირადი განცხადება. ეს იყო მისი პირადი განცხადება, რასაც იმ წუთშივე დაუპირისპირდა პრეზიდენტი მედვედევი, ხო? ამიტომ რუსეთი დაინტერესებულია იმაში, სწორედ იმიტომ რომ მას ურთიერთობა აქვს არა მხოლოდ ლიბიასთან, არამედ სხვა სახელმწიფოებთან, ის დაინტერესებულია იმაში, რომ გამოჩნდეს კონსტრუქციული. ანუ შეიძლება არ იყოს იმდენად აქტიური რაღაცის აღკვეთაში, მაგრამ ხელი არ შეუშალოს თავის პარტნიორებს, რომ განახორციელონ ის ქმედება, რასაც რეალურად იმ პერიოდში ითხოვს საერთაშორისო უსაფრთხოება, ხო? აქედან გამომდინარე ის ანუ ეს იყო мотиваცია რუსეთისთვის. თქმა უნდა, ეს იყო სერიოზული мотиваცია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კადაფის მხარდამჭერად დაფიქსირება გაცილებით დიდ რისკებს შეიცავდა რუსეთისათვის, ვიდრე თავისი დუმილით ფაქტობრივი თანხმობის განცხადება. ბატონ თენგიზ, რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს და პუტინის განცხადებებს, ის ლიბიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს ჯვაროსნულ ლაშქრობებს უწოდებს და განსაკუთრებით აკრიტიკებს ამერიკელებს, რომლებსაც იუგოსლავია და ერაყი შეახსენა. თუმცა გაირკვა, რომ ასე არ ფიქრობს, როგორც თქვენ ბრძანეთ პრეზიდენტი მედვედევი. როგორ ფიქრობთ, ეს არის მართლა რეალური აზრთა სხვაობა თუ ეს არის უბრალოდ თამაში, ასე ვთქვათ, კარგი და ცუდი პოლიციელის? არა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის რეალური აზრთა სხვაობა და რეალური აზრთა სხვაობა არა მხოლოდ ლიბიასთან დაკავშირებით, არამედ ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება როგორც საგარეო პოლიტიკას, ასევე რაც ეხება ქვეყნის შიდა პოლიტიკას და ზოგადად. მე ზოგადად ვიტყოდი, რომ ეს არის ორ განსხვავებულ გუნდს შორის ჭიდილი. მე შორს ვარ იმის განცხადებისაგან, რომ მედვედევი არის რაღაც ფრთაშესხმული ანგელოზიან დემოკრატი, რომელიც ხვალ ააყვავებს ყველაფერს თავის ირგვლივ და საქართველოს დაუბრუნებს ტერიტორიას. ამისაგან შორს ვდგავარ ამ რიტორიკისაგან, მაგრამ ის რომ მის ზოგიერთ გამოსვლებში და ქმედებებში აღინიშნება გაცილებით უფრო პროგრესული აზროვნება, ვიდრე ეს ქონდა პუტინს და იმ გუნდს, რომელსაც ქვია ყოფილი სპეცსამსახურებიდან წამოსული გუნდი და რომელმაც რეალურად ქვეყნის მმართველობაში მოიყვანა სპეცსამსახურები, ეს ფაქტია. იმიტომ რომ
ერთია, რასაც იძახის პრეზიდენტი მედვედევი, რასაც იძახის იგი პრესასთან, მეორე რის გაკეთებას ცდილობს, სხვა საკითხია რამდენი გამოდის არ გამოდის და ხოთაშორის ძალიან საინტერესოა იმ გუნდის შეფასებები, რომელიც მოიაზრება მედვედევის გუნდად და რომელიც მოიაზრება მის ასე ვთქვათ დასაყრდენ ინსტიტუტებად, მათ შორის კვლევით ცენტრებად. ხო, ჩვენ თუ შევხედავთ ისეთი ინსტიტუტების როგორც არის იურგენსის ინსტიტუტი, ჩვენ შევხედავთ რომ რუსეთის ტრანსფორმაციაზე რეალურად მიმდინარეობს საუბარი და თუ ამ გეგმებსაც ჩაუღრმავდებით, ეს გეგმები ეწინააღმდეგება იმ გეგმებს, რაც აქვს დაუშვათ სპეცსამსახურებს. როგორ წარმოუდგენიათ ქვეყნის მართვა სპეცსამსახურის ელიტას და როგორ წარმოუდგენია არასპეცსამსახურის ელიტას. აი ამაშია განსხვავება, ამიტომ ეს არ არის მხოლოდ რიტორიკული დაპირისპირება. ალიანსის სამხედრო ჩარევის შემდეგ ლიბიის მოვლენებში საქართველოშიც გაჩნდა გარკვეული ასე ვთქვათ, შიში იმის, რომ ამა შეიძლება მომავალში რუსეთს ხელფეხი გაუხსნას საქართველოსთან მიმართებაში. არსებობს ასეთი საშიშროების საფუძველი. სიმართლე გითხრათ, ასეთ რადგან 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთს მოყავდა ამერიკის პრეცედენტები არაერთხელ. გასაგებია რომ მოყავდა. და სხვა შორის პუტინის განცხადებები დღევანდელი ძალიან გავდა იმ განცხადებებს, რომლებიც მის მიმართ კეთდებოდა აგვისტოს ომის შემდეგ. ბუნებრივია რომ ის მხარე მით უმეტეს რომელსაც წარმოადგენს ვლადიმერ პუტინი და ზოგადად რუსეთი და კრემლი ეცდება რომ ბევრწილად გამოიყენოს და მოიტანოს რაც შეიძლება მეტი პრეცედენტი, მაგრამ რეალურად ისევ და ისევ უნდა დავეყრდნოთ იმ საერთაშორისო სამართლებრივ ბაზას, რითაც დაიწყო ლიბიაში ოპერაცია. ამასთან დაკავშირებით არსებობდა რამდენიმე ფაქტორი, გარდა იმისა რომ არსებობდა უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, რასაც დაეთანხმა ყველა მუდმივი წევრი ხას უსვავ, მათ შორის რუსეთი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები. გარდა ამისა არსებობდა აშკარა ფაქტი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულისა. არსებობდა უკვე უცხო ქვეყნის დაქირავებული შეერაღებული პირების მონაწილეობის ფაქტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? იმისათვის რომ რუსეთს მიეცეს მსგავსი საფუძველი, როგორც მინიმუმ საჭიროა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღება იმ რეალობაში, რა რეალობას დღეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. სხვა შორის მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას სამხედრო ოპერაციაში, მაგრამ მზადაა შუამავლის როლი შეასრულოს. საინტერესოა ვის და ვის შორის შუამავლის, ანუ ვინ არის დღეს რეალურად ლიბიაში ოპოზიცია. სხვა შორის ეს ოპოზიცია პირველმა აღიარა ასევე სარკოზიმ. ჯერ კიდევ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე. ცნობილია ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ოპოზიციას სათავეში უდგას იუსტიციის ყოფილი მინისტრი მუსტაფა ჯალილი. ვინ წარმოადგენს დღეს ლიბიაში ოპოზიციას? ვინ მოვა კადაფის შემდეგ სათავეში? ეს ის შეკითხვაა, რომელზედაც დღეისათვის პასუხი არ არსებობს. იმიტომ რომ ლიბიაში პოლიტიკური პროცესები არ დაუწყია რომელიმე ცალკე აღებულ პიროვნებას, ანუ რო ვთქვათ, ქარიზმატული ლიდერი ამ შემთხვევაში არ არის დღეისათვის. ეს ყველაფერი განაპირობა იმ პოლიტიკამ, რასაც რეალურად ახორციელებდა კადაფი და რეალურად აჯანყდა მოსახლეობა. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე დიდი საფრთხე, როდესაც რეალურად ჯანყდება მოსახლეობა და როდესაც რეალურად ჯანყდება ხალხი. იმიტომ რომ ანუ აქ ინიციატივა არ მოდიოდა ოპოზიციისგან? ამ შემთხვევაში იუსტიციის ყოფილი მინისტრისაგან ინიციატივა ნამდვილად არ მოდიოდა. და არც გარედან იყო ინსპირირებული ის რაც მოხდა. არა, გარედან ინსპირირებული ნამდვილად მე შორსდგევარ იმისაგან, რომ ეს იყო ვიღაცის მიერ დაგეგმილი ან მოსკოვში, ან ვაშინგტონში, ან კიდევ. ამისაგან ძალიან შორსდგევარ. ის რომ რეალურად იმ ქვეყანაში არსებობდა ამის ფონი, რომ შევხედოთ რა იყო ლიბია. და რა ხელისუფლება აშენა კადაფიმ, ხო, რაღაც უნიკალური მოდელი იყო, კაცი რომელიც ხორობს კარავში, დაწერა მწვანე წიგნი, იძახის რომ როგორ უნდა თუმცა ქვეყანა რომელსაც აქვს ძალიან მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. კი ბატონო, მაგრამ განაწილება როგორია? არის ერთ-ერთი მდიდარი. მაგრამ განაწილება როგორია ამის მოსახლეობაზე? ანუ ერთი არის რა შემოსავალია ქვეყნის ბიუჯეტს და მეორეა რამდენად ეძლევა საშუალება მოსახლეობას რომ ყველაფრით ამით ისარგებლობს. ეს ერთი. და მეორე რამდენად არის დაცული პიროვნების დაცვა არ ნიშნავს იმას რომ მას საკვების და საკუთარი ოჯახის გამოყვების ფული აქვს. მხოლოდ ამაში არ იგულისხმება დაცულობა. ან ის რომ გარემტრისაგან არის დაცული. იმას სხვანაირი დაცვა ჭირდება. რას გულისხმობს იმ ელემენტარული დემოკრატიული უფლებების რეალიზაციის საშუალებას, რაც აუცილებელია ნებისმიერი პიროვნებისათვის. თუ ჩვენ საზოგადოებას შევხედავთ როგორც მასას, ასეთ შემთხვევაში ყოველთვის მივიღებთ უკუ რეაქციას. თუ საზოგადოებას შევხედავთ როგორც პიროვნებების ერთობლიობას, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია და უპირველესი მოვალეობა სახელმწიფოსი გახლავთ სწორედ ეს, რომ თითოეული პიროვნების უსაფრთხოებაზე იზრუნოს და უსაფრთხოება ნიშნავს არა მხოლოდ მის დაცვას, არამედ იმ საშუალებას, რომ მას მისცეს საკუთარი
საკუთარი უფლებების რეალიზაციის საშუალება. მაგრამ ბატონო თენგის სად არის იმის გარანტია, რომ რეჟიმი, რომელიც მოვა კადაფის შემდეგ, თუ რა თქმა უნდა, მალე დასრულდება ეს მოვლენები, იქნება კადაფიზე უკეთესი და არ დამყარდება იქ ისევ დიქტატურა. ამის გარანტი ვინ არის? კოალიცია? ამის გარანტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ინსტიტუტები, რომ რეალურად ამომრჩეველი გახდეს ხალხი, რეალურად შეიქმნას სახელმწიფო ინსტიტუტები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კადაფი გადადგეს, საიდან უნდა გადადგეს? თავისი კარვიდან, ანუ იქ სხვა სისტემაა შექმნილი, ეს არ არის ტრადიციული სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემა. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა შეიქმნას და უნდა შეიქმნას დემოკრატიულ პრინციპებზე. და ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ხალხმა. ისე კი არ არის, როგორც ისტორიაში რო არის, რიურიკები ჩავიდნენ რუსეთში და შეუქმნეს სახელმწიფო. ვიღაცა ჩამოვიდეს ვაშინგტონიდან და შეუქმნეს სახელმწიფო. არავითარ შემთხვევაში ხალხმა უნდა მიიღოს ამის შექმნაში მონაწილეობა. აი ეს არის ერთი ბანატენგის ჩვენი საუბრის ბოლოს რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნდა კეტრინ ეშტონის სტატია, სადაც დასმულია მთავარი და თვითონ როგორც აღნიშნავს ეშტონი ყველაზე რთული შეკითხვა, რა იქნება შემდეგ. ამ სტატიაში საუბარია იმაზე, თუ რა დახმარება უნდა გაუწიოს დასავლეთმა ლიბიას მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება. მაგრამ რა იქნება მანამ, ვიდრე ეს ომი დასრულდება? აი ეს არის ჩემი შეკითხვა. მანამდე უნდა განხორციელდეს ის, რომ ომი დასრულდეს. ეს არის ყველაზე მთავარი ამოცანა. ყველაზე მთავარი არის ის, რომ აი ამ ოპერაციამ მოიტანოს შედეგი და არ დაიწყოს გრძელვადიანი სამოქალაქო ომი. აი ეს არის ყველაზე მთავარი, რომ მშვიდობა რეალურად დამყარდეს და მერე უკვე დაიწყოს აი ამ სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. დიდი მადლობა. მადლობთ. თენგიზ ფხალაძე იყო ჩვენი სტუმარი, დღეს ამით გემშვიდობებით, ხვალ 10 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.